საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სომეხ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობა და ორ ქვეყანას შორის პირველადი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების განვითარების საკითხები განიხილეს. ასევე საუბარი შეეხო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ერთობლივ პროექტებს. თია გიორგაძემ დელეგაციის წევრებს ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომების გაუმჯობესების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. ისაუბრეს საქართველოს სომხეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც. განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც. ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების გამოწვევებზე, ერთმანეთს გაუზიარეთ გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პირველადი ჯანდაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ვისაუბრეთ ადრეული დიაგნოსტიკის და სკრინინგის პროგრამებზე, ასევე კლინიკებში, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კლინიკებში არსებულ საჭიროებებზე. ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა ჩვენს ქართველ კოლეგებთან. ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და აგრეთვე თანამშრომლობთ პროგრამებზე, რომელსაც ერთობლივად ვაწარმოებთ სხვადასხვა საკითხებში, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ინფექციის კონტროლი, ჯანდაცვის დაფინანსება, გაციფრულება და პირველადი ჯანდაცვა. ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზეც, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად მუშაობა და ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება ყველა ამ რეფორმის მიმართულებით.